მივდივართ ნელ-ნელა კუვეიტისკენ და რამდენიმე წამში პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება გიორგი ყუფარაძე, რომელიც საბირჟო ანალიტიკოსი გახლავთ და პარალელურად ჩვენ დაუტკბებით ერთად კუვეიტის ხედებით და ვიზუალიზაციით, რომელსაც მალე გავუშვებთ პირდაპირ ეთერში. მივესალმები გიორგი ყუფარაძეს. დღემშვიდობის გიორგი, ძალიან დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო და კუვეიტიდან გვერდები პირდაპირ ეთერში, როგორ გესმის ჩემი პირველ რიგში. გამარჯობა სანდრო, კარგად მესმის თქვენი, მადლობა თქვენ გუნდს და მაყურებლებს, რომ გვიყურებენ ჩვენი პატარა სტი ანალიზის პერიოდში და პატივი დაგდეს და გიორგის ხმა ისმის ცუდად და მე ვთხოვ ხმის რეჟისორს, რომ გავასწოროთ ხმა და პირველი კითხვით გადავალ გიორგისთან, სანამდე ხმა გასწორდება. ესე იგი, მოკლედ, მიმდინარე წელი ქართულმა ბიზნესმა დაასახელა, რომ 2024 წელს უნდა მოხდეს უპრეცედენტო ფანდრაიზინგი. ანუ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ეს წელი უნდა იყოს გამორჩეული. შესაბამისად, ანუ ბიზნესი ამ მიმართულებით გააკეთებს გარკვეულ აქტივობებს, რომელიც კიდევ ერთხელ FDI-ის კოეფიციენტის დასტიმულირებას შეუწყობს ხელს. გიორგი, მე მაინტერესებს, შენ უყურებ დარწმუნებული ვარ საქართველოს საინვესტიციო გარემოს და მე მაინტერესებს დღეს რა პერსპექტივები აქვს საბოლოო ჯამში ჩვენს ქვეყანას, რომ 2024 წელს და წიწილებს ჩვენ წლის ბოლოს დაავითვლით, ცხადია, 2024 წელს და 2024 წლის ბოლოს FDI-ის კოეფიციენტი დავასტიმულიროთ და მივიღოთ ის ინვესტიციები, რაც პირველ რიგში ქართულ ბიზნესს დაეხმარება განვითარებაში. გისმა ყურადღებით. სანდრო, პირველ რიგში ამ შემთხვევაში მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი ინვესტორი, რომელიც ახორციელებს პირდაპირ ინვესტიციას საქართველოში, უყურებს რამდენიმე ფაქტორს. ეს არა მხოლოდ ერთი ეკონომიკური ფაქტორი, ესაა პოლიტიკური ფაქტორი, ეკონომიკური ფაქტორი, სოციალური ფაქტორი, ტექნიკური ფაქტორი. დღევანდელი მსოფლიოდან გამომდინარე, პოლიტიკური მდგომარეობა არის შემდეგნაირი, რომ ხდება გლობალური დაპირისპირება. ეს არის რუსეთი, ჩინეთი, ირანი, მათ შეუერთდა ინდოეთი, ეგრეთ წოდებული ბრიქსის ქვეყნებსა და დასავლეთს შორის. და რასაკვირველია, მიუხედავად აი ამ დიდი დაპირისპირებისა, აუცილებელია ნომერ პირველ ბაზარზე, ევროკავშირის ბაზარზე გასვლა. ამისთვის არის ძალიან ცოტა სატრანსპორტო გზები, იმიტომ რომ რუსეთი დაკეტილია, ახლო აღმოსავლეთი ეს გახლავთ არასტაბილური რეგიონი და ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ის, რაც ხდება დღეს წითელ ზღვაში ხუსიტებთან დაკავშირებით, ისრაელში მოვლენებთან დაკავშირებით და კავკასიის რეგიონი, რომელიც ასევე არასტაბილურია, რაც ინვესტორებს გარკვეულწილად უშლით ხოლმე ხელს კარგად ჩახედონ იმ სიტუაციას, რა სიტუაციაც საქართველოშია. ჩვენს ჩრდილოეთი მეზობელი ჩართულია უკრაინასთან ომში, ჩვენი სამხრეთის მეზობლები, ეს არის თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რასაკვირველია, ძალიან არასტაბილური მდგომარეობა, ხდება ხოლმე პერიოდულობით რაღაც შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, აზერბაიჯანს მხარს უჭერს თურქეთი და როდის გადაიზრდება მოკლედ ეს დიდ მსხვილ კონფლიქტში, არ ვიცით ხოლმე. აქედან გამომდინარე, საქართველო არის ერთადერთი ყველაზე მშვიდობიანი ქვეყანა მთელს რეგიონში. მშვიდობიანი ქვეყანა, რომელსაც ახასიათებს პოლიტიკური სტაბილურობა ბოლო წლების განმავლობაში, არ ხდება ძალიან ხშირად ხელისუფლებების შეცვლა, ძალიან ხშირად პირობების შეცვლა ინვესტორებისთვის. ეკონომიკური გარემო არის საკმაოდ კარგი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ნაკლები გადასახადები, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ნაკლები რისკები მიუხედავად იმისა, რომ ორი ოკუპირებული ტერიტორია გვაქვს, მე რეგიონის მასშტაბით უგულისხმობ და რასაკვირველია ის ეგრეთ წოდებული თავისუფალი ეკონომიკა, ესე დავარქმევდი, შეფესეს დაარსება, გადასახადების გადახდა, ყველაფრის ერთშენობაში გაკეთება, გადასახადების სიმცირე, ლიცენზიების სიმცირის ნაკლები ბიუროკრატია, მოდი ასე ვთქვათ. რასაკვირველია უკვე ბიზნესის წარმოების კუთხით საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა. რასაკვირველია, ხა აუცილებელია კიდე იმის გათვალისწინება, რომ სტრატეგიული პარტნიორები გვყავს ჩინეთი, ავიღეთ ეს ევროკავშირისთან ასოცირების ხელშეკრულება და ბევრი რაღაც იქნება საკეთებელი, მაგრამ საბოლოო ჯამში
დღევანდელი პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ერთ-ერთ ძალიან კარგ ადგილად ითვლება, სადაც შეიძლება ადამიანმა ინვესტიცია ჩადოს. გიორგი, აბსოლუტურად გეთანხმები, ძალიან დიდი მადლობა ამ ძალიან საინტერესო ანალიტიკისთვის, რომელიც შემოგთავაზე პირდაპირ ეთერში და მოდი ასე დავსვავ კითხვას. ინვესტორებთან პირდაპირ ურთიერთობა, B2B და face to face ინვესტორებთან ურთიერთობის კომპონენტი. აი ეს ნიუანსები რამდენად გვაქვს განსავითარებელი. როდესაც დღეს აი შენ ძალიან კარგი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ანალიზი გააკეთე. დღეს მსოფლიოში შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი რაოდენობის თავისუფალი ფულია. როდესაც ამ შემთხვევაში ჩვენ დავინახეთ ჩვენ ჩრდილოელი მეზობლის წინააღმდეგ გაკეთებული სანქციები, დავინახეთ ამ შემთხვევაში გლობალური კომპანიები, რომლებიც გამოვიდნენ რუსეთიდან და მათ შორის გლობალური კომპანიები, რომლებმაც თუნდაც იგივე BRICS-ის წევრ ქვეყნებთანაც ურთიერთობაზე რაღაც დოზით უარი თქვეს, ანუ შესაბამისად ეს კაპიტალი, ანუ ბუფერები რეალურად დღეს არის ჰაერში და საკმაოდ დიდი რაოდენობის თავისუფალი ფულის რეზერვები დღეს ფაქტიურად არის მიმოფანტული სოფლიოს სხვადასხვა წერტილში პირდაპირ თუ გადატანითი მნიშვნელობით. ჩვენი მთავარი მიზანიც და მისიაც ამ შემთხვევაში როგორც ქვეყნის უნდა იყოს ის, რომ ეს კაპიტალი რაც შეიძლება მალე მოუხსნათ ციდან და მივცეთ მას კონკრეტული კალაპოტი ჩვენს ადგილობრივ რეალობაში. შენი აზრით და შენი თვალთახედვით რა კეთდება დღეს საქართველოში იმისთვის, რომ ინვესტორებს აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით კარზე უკაკუნოთ. იმიტომ რომ დღეს არ აქვს ჩვენ იმის ფუფუნება, რომ დავსხდეთ და ველოდოთ ინვესტორს, როდის აქეთ მოგვიკაკუნებს კარზე, ხო? იმიტომ რომ არ აქვს ამის ფუნდამენტური ბერკეტები. არ გვაქვს კაპიტალის დაზღვევა, არ გვაქვს კაპიტალის ბაზარი, ანუ ის ფუნდამენტური ბერკეტები, რაც ინვესტორს სჭირდება. ამიტომაც ჩვენ რომ საკუთარი თავის პოზიციონირება გავაკეთოთ, ხო, face to face უნდა შევხვდეთ ინვესტორს. შენი აზრით დღეს ამისთვის რა კეთდება ჩვენს ქვეყანაში და აი რეალურად საინვესტიციო პოლიტიკას როგორ შეაფასებდი, რაც დღეს საქართველოს აქვს განსაზღვრული? ჩემი აზრით, სანდრო, აქ არის ერთი რამე გასათვალისწინებელი აუცილებლად. ეს არის საქართველოს დღესდღეობით მსოფლიო რუკაზე ისეთი ადგილია, რომელიც აღნიშნე კიდევაც, რომ ევროპის და აზიის შემაერთებელი ერთ-ერთი წერტილია. ამიტომ ქართულ პოლიტიკოსებს ძირითადად ესქნება ეკონომიკის სამინისტროს და ჩემი აზრით საგარეო საქმეთა სამინისტროს პირდაპირ დავალებები, რომ გააქტიურონ საელჩოები. საელჩოებმა გაცილებით მეტი ინფორმაცია მიიტანონ საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ უცხოელ ინვესტორებთან. და მოგეხსენებათ, რომ ამ უცხოელების ინვესტორების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა მოდის ეხლა საქართველოში აზიიდან, ეს არის ძირითადად გალფის ქვეყნები და ეს არის ძირითადად ჩინეთი, საიდანაც შეიძლება საკმაოდ დიდი ინვესტიციების წამოღება. ხო, ამისთვის არის საჭირო ის, რომ გააქტიურდნენ ეკონომიკური ატაშეები, რომლებიც არიან სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა საელჩოებში, იარონ კარზე, სხვადასხვა ბიზნეს ფორუმებზე შეხვდნენ ამ ადამიანებს, აუხსნან თუ რა სიტუაცია საქართველოში, როგორი მარტივია თანხის ჩადება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა ავიღეთ ასოცირების ხელშეკრულება და საერთოდ პრაქტიკაა ეგეთი მიღებული ევროკავშირში, რომ ევროკავშირის სტანდარტების პოლიტიკა არის საკმაოდ პრობლემატური და საკმაოდ ბიუროკრატიული, ძალიან ბევრი ინვესტორისთვის. ხო და აი ეს პერიოდი, როდესაც გაძლევენ კონკრეტულ პერიოდს, როდესაც დადგება საბოლოო საკითხი საქართველოს ევროკავშირში მიღებისა, აქ იქნება ზუსტად ეს დრო გამოსაყენებელი იმისთვის, რომ იმ სტანდარტებამდე მივიდეთ, რა სტანდარტებიც არის ევროკავშირში. და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური სტანდარტია ხოლმე, მინდა გითხრა, ეს არის ფულის გამჭვირვალობა ხოლმე, საიდან მოაქვს ინვესტორს თანხები. ამიტომ საქართველოს საელჩომ პირველ რიგში საგარეო ფლანგზე უნდა იმოქმედოს და აბსოლუტურად ყველა ინვესტორს განსაკუთრებით იქნება ჩინეთი, ეს გალფის ქვეყნები, სადაც ძალიან დიდი რაოდენობით თანხები გროვდება და საკმაოდ მსხვილი ინვესტორები არიან მათ შორის ევროკავშირში და მათ შორის უკვე გააქტიურდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. უნდა უკაკუნონ კარზე, აუხსნან რა გარემოა საქართველოში და შიგნით საქართველოში უნდა ჩატარდეს უკვე ესეთი პოლიტიკა, რაც გაამარტივებს უბრალოდ გარკვეული ადამიანებისთვის, აი შემოსული ინვესტორისთვის გაამარტივებს მაგალითად თუნდაც თავისუფალი ეკონომიკური ზონიდან პროდუქტის გატანას. თუნდაც გაამარტივებს სატრანზიტო გზებს, იმიტომ რომ ისიც უნდა მივიღოთ ჩვენ მხედველობაში, რომ ჩვენი სატრანზიტო გზები, რომლებიც გადის საქართველოში, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ძალიან დიდი რაოდენობით თვითები რო წამოვიდეს, გამტარუნარიანი იყოს.
და ეს კაპიტალის ბაზარი, რასაც ეხება, ხო, მთლიანად თავიდან ბოლომდე საქართველო არის ერთ-ერთი ხაბი, მოდი ესე ვთქვათ, იმისა, თუ როგორ შეიძლება ფულადი გზავნილების კეთება იმ ქვეყნებში, რომლებსაც ერთმანეთთან არ აქვთ აბსოლუტურად არანაირი ურთიერთობა, რაზეც რასაკვირველია პირდაპირ ინვესტიციების ყველაზე დიდი პროცენტული რაოდენობა წამოვიდა გასულ წელს. ეს ხო საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობა. ეს იყო პირველი, ანუ ფულების გადარიცხვა, ტრანშეები და ასე შემდეგ. მეორე ადგილზე გავიდა ეს დამამუშავებელი მრეწველობა. ეს მე ვიძახი 2023 წლის სტატისტიკურ მონაცემებს, იმიტომ რომ ხალხმა და მათ შორის ინვესტორებმა უკვე გაიგეს, რომ საქართველოსთან ძალიან მარტივია ევროპაში გატანა თავიანთი ტვირთების და ევროპელებმაც გაიგეს, რომ ძალიან მარტივია სხვა ქვეყნებში ტვირთების გატანა საქართველოს თავისუფალი ეკონომიკური ზონის გამოყენებით. მე მაქვს აქ კონკრეტულად ხედულობაში ფოთის სპორტი, რომელსაც გარკვეული პრობლემები გააჩნია. ტრანსპორტირება, რაც არის ჩვენი პრობლემა, ვაჭრობა, იმიტომ რომ ძალიან რთულია ხოლმე ჩვენთან მაგალითად ექსპორტზე პროდუქციის გატანა, იმიტომ რომ ინვესტორი რო გააკეთებს რაღაც კონკრეტულ ინვესტიციას და თუნდაც ეს გააკეთა მაგალითად კონკრეტულ რაღაც საწარმოში, მას ამ პროდუქტის გატანა უნდა და ჩემი აზრით საკმაოდ ბევრი კითხვები მაქვს ხოლმე მე საერთოდ ექსპორტთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასთან. ვაჭრობის დარეგულირება, კაპიტალის ბაზრის, მოდი ესე ვთქვათ, თავიდან შექმნა, იმიტომ რომ რაღაც პატარა ბაზისი გვაქვს, მაგრამ ამ თემაზე ძალიან დიდი სამუშაოა. ანუ საკმაოდ ბევრი გამოწვევებია, სანდრო. აბსოლუტურად გეთანხმები, გიორგი, აბსოლუტურად გეთანხმები. ძალიან დიდი მოზაიკაა ეს ყველაფერი და ამაზე, მინიმუმ დიალოგები არის საჭირო, რომ ჩვენ ასეთი ძალიან კომპეტენტური დიალოგით, რაც ეხა შემოგთავაზე პირდაპირ ეთერში, ასეთი დიალოგებით გავალღოთ ყინული და სტიმულირება მივცეთ ცალკეული ბერკეტების განვითარებას. გიორგი, ერთ სიამოვნებაა შენთან საუბარი, მოკლედ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე საქართველოშიც გნახავ და სტუდიაში გიმასპინძლებ და ამავდროულად მზად ვარ, რომ კიდევ არაერთხელ მოусმინოთ შენს კომპეტენტურ მოსაზრებებს და დიდი სიამოვნებით გიმასპინძლოთ პირდაპირ ეთერში. გიორგი ყუფარაძე, საბირჟო სპეციალისტი, კუვეითიდან გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. მადლობა მას საინტერესო ანალიზისთვის. გადაცემა მონეტიზაცია, გემშვიდობებათ უკვე ხვალამდე, დილის მონეტიზაციის ფორმატში შევხვდებით ერთმანეთს. ძალიან საინტერესო სტუმრები ემზადებიან ხვალ დილით ჩვენთან მოსასვლელად, ასე რომ დაგველოდეთ და უწყვეტი წარმოება პალიტრა ნიუსის ეთერში, ბიზნეს გადაცემების გრძელდება და მე წარმატებულ დღეს გისურვებთ. დროებით.